ყველას გულთაათ მოგესალმებით. დღეს სამშაბათია და სამშაბათობით ტრადიციულად ვიკრიბებით ხოლმე რადიო იმედის ეთერში და ვსაუბრობთ ბიზნესზე. რამდენიმე ხანში სულ რაღაცა ერთ თვეში ახალი წელი მოდის და ახალი წელი ყოველთვის განახლებასთან არის ხოლმე დაკავშირებული. ძალიან დიდი ტრადიცია არსებობს ცალკეულ ქვეყნებში ავეჯის შესყიდვის. საქართველოში ბევრი ავეჯს ცვლის ხოლმე, სწორედ ამიტომ ვიფიქრეთ, საინტერესო იქნებოდა თქვენთვის ჩვენო რადიო მსმენელო და ჩვენო მაყურებელო გვესაუბრა ავეჯთან დაკავშირებულ ბიზნესზე და ეს ხაზი გაგვეგრძელებინა. წინა შემთხვევაში ამ თემაზე ვისაუბრეთ. სტუდიაში სტუმრად დღეს გვყავს მოწვეული ავთანდი ყაველაშვილი, ის გახავთ ახალი სახლის კონსტრუქტორ დიზაინერი. ახალი სახლის შესახებ მინდა მოკლედ გითხრათ, მისი დამფუძნებელები 25 წელზე მეტია ავეჯის ინდუსტრიაში არიან და დიდი ხანია აკვირდებიან ამ პროცესს. ავთანდი ახალი წელი ახლოვდება, ბევრ ადამიანს უნდა ავეჯი და ზოგადად ახალი წელი ყოველთვის სიახლეებთან არის ხოლმე დაკავშირებული. თქვენ დაკვირვებით აი ამდენ წლიანი ისტორიის მანძილზე რა შეიცვალა, როგორ შეიცვალა ზოგადად ავეჯის მოთხოვნა, რა ტენდენციებია და რას აკვირდებით ბაზარზე? პირველ რიგში მოგესალმებით. ძალიან დიდი ხანია ჩვენ ამ სფეროში ვართ, რა თქმა უნდა და გამოცდილებითაც საკმაოდ მაღალი გამოცდილება გვაქვს. სადღაც 2018 წლიდან შემოვერთი მე ამ ჩვენ ჯგუფს, რომელსაც წარმოვადგენ ახალ სახლს და ამ წლის განმავლობაში გამოცდილებებმა გვიგანახა ის, რომ რა თქმა უნდა ყოველ წელს ვითარდება უფრო და უფრო ტექნოლოგიური წინსვლები ხდება ამ სფეროში და ჩვენც რა თქმა უნდა ფეხს უწყობთ ამ ყველაფერს. რაც შეეხება განვითარებას და ხალხის მოთხოვნას არის ის, რომ უფრო იყოს ავეჯი მეტად პრაქტიკული და მოგებული სივრცესთან, რაშიდაც ჩვენი გუნდი ამას ახერხებს უკვე ბევრი წელია და ნელ-ნელა ეტაპობრივად განვითარებით მივდივართ რაღაც უფრო მაღალ საფეხურებად. რა ტიპის ავეჯს აწარმოებთ დღეს? იმიტომ რომ არსებობს სამზარეულოები, არსებობს რბილი ავეჯი, სხვა ტიპის ავეჯი არსებობს. დღეს რა ტიპის ავეჯს აწარმოებთ თქვენ? რამდენი ტიპის დასახელება გაქვთ და მიმართულება გაქვთ? ჩვენ ვაწარმოებთ ნებისმიერი ტიპის ავეჯს, რაც შეეხება სახლის ამბავში, მოკლედ ყველანაირ ავეჯს ვაკეთებთ, დაწყებული სამზარეულოდან დამთავრებული საძინებლებით. არა მარტო აგრეთვე ჩვენ რბილ ავეჯსაც. რა თქმა უნდა, რბილ ავეჯსაც და ეზოს ავეჯსაც გაარეს სივრცესა. ეზოს ავეჯის კონკრეტული გახრა ამ მომენტისთვის რაღაც დროებით შეჩერებული გვაქვს, უფრო ინტერიერის დიზაინზე ვჟღვნავთ და აქედან გამომდინარე ჩვენი ძირითადი დატვირთვა მოდის შიდა მოწყობის სივრცეებზე. სამზარეულოები ყველაზე გავრცელებული ყველაზე მოთხოვნადი, ასე ვთქვათ, ხო უფრო სწორად და ვცდილობთ ამ კონკრეტული გახრა დავხვეწოთ კიდევ უფრო კარგად. რა თქმა უნდა, ეს იმას არ ნიშნავს, რომ ჩვენ სხვა ავეჯი უკანა პლანზე ყავს გადატანილი ან რამე, მაგრამ ყოველ შემთხვევაში უფრო მეტი მოთხოვნა გამომდინარე, უფრო დიდ მასშტაბებს მოიცავს, ასე ვთქვათ, სამზარეულო. რა ტიპის მასალას იყენებთ ხოლმე, როდესაც ავეჯს ამზადებთ, იმიტომ რომ მე როგორც ინფორმაცია მაქვს, საქართველოში გავრცელებულია ავსტრიული, თურქული, ჩინური მასალები და სხვა ქვეყნებიდან არის. თქვენ რომელ მასალას იყენებთ ამ შემთხვევაში? მასალა ბაზარზე არსებობს ორი სახის, სამი სახის უფრო სწორად ამ ეტაპზე, ამ ეტაპისთვის არის MDF-ი და არის DSP და არის აგრეთვე PVH. არის სხვადასხვა ქვეყნის წარმოების იტალიური, თურქული, ავსტრიული, ესპანური შეღებილი MDF-ი და დაშპონილი MDF-ი. სხვადასხვა მოთხოვნიდან გამომდინარე და სხვადასხვა სივრციდან გამომდინარე, რა თქმა უნდა, ვიყენებთ განსხვავებულ მასალას. ძირითადად სამზარეულოსთვის რეკომენდაციას ვუწევთ მომხმარებლებთან დავამზადოთ შეღებილი, დაშპონილი ან მზა MDF-ი, რომელიც მეტად მდგრადია ორთქლის, წყლის და ასეთი ტემპერატურის მიმართ. რაც შეეხება აბაზანას, მათ უფრო რეკომენდაციას უწევთ შეღებილს, PVH-ს, ესე ქვია მასალას, რომელიც წყალთან და ორთქლთან განსაკუთრებით მდგრადია. დანარჩენ სივრცეებში, სადაც ესეთი პრობლემებს არ ხვდებით, უფრო ბიუჯეტურ მასალასაც ვიყენებთ, რადგან მუშაობს და პრაქტიკაში გამართლებულია. რა პროცესს გადის მომხმარებელი შეკვეთიდან საბოლოო პროდუქტის მიღებამდე? იმიტომ რომ ეს პროცესი ხშირად გარკვეულ დროსთან არის დაკავშირებული. თქვენ შემთხვევაში რა არის ეს პროცესი და რა დროსთან არის დაკავშირებული? მოგახსენებთ პირველ რიგში, რა თქმა უნდა, საწყისი მომხმარებელთან
გვიზიტზე მისვლა, რაც გულისხმობს სივრცის აზომვას, შეფასებას და ერგონომიულ დაგეგმარებას. შემდეგ აქედან შემდეგი ეტაპი უკვე კეთდება ნახაზების გავლა. ძირითად შემთხვევაში არის ხოლმე ესეთი სიტუაციები, რომ ადამიანები მოდიან კონკრეტული თავის 3D ვიზუალებით, რომელიც მსგავსი ვიზუალებით, მაგრამ აქ უკვე გამოცდილება ერთვება და ხედავთ, რომ დიზაინერის ფიქრები არ ემთხვევა ზოგჯერ რეალობას. მსველი წერტილისთვის გამდინარე. კი, არიან ადამიანები, რომელსაც სურვილი აქვთ, მაგრამ სიციდან გამდინარე, უბრალოდ ეს რაღაცები არ ხერხდება. აქედან გამდინარე, ჩვენი ჯგუფი, გუნდი ცდილობს უკვე რეალობასთან დაახლოვდეს. და მოაგოს კონკრეტულად იმ სივრცეს და რა თქმა უნდა, პრაქტიკა და სილამაზე ერთმანეთთან იყოს მჭიდრო კავშირში. შემდეგი ეტაპი უკვე კეთდება 3D ვიზუალიზაცია ჩვენიდანაც, რა თქმა უნდა, მოტანილის მიუხედავად ჩვენ უკვე ვაკეთებთ ჩასწორებებს, კორექტირებებს და უკვე გადავდივართ მასალების არჩევანზე. მასალების არჩევანი, რა თქმა უნდა, როგორც ზემოთ აღნიშნეთ, ძალიან დიდია და ვარგებთ მომხმარებლის სურვილს. ფერებს და ასე შემდეგ. ამის შემდეგ უკვე გადადის შემდეგი ეტაპი დამუშავება მასალის და საწარმოში აწყობა, რომელიც უკვე რამოდენიმე წელია საკმაოდ მაღალი სტანდარტებით აღჭურვეთ და გვაქვს იმის შესაძლებლობა, რომ ერთ-ერთი მოწინავეები ვიყოთ ბაზარზე. აი ეს პროცესი რამდენი ხანიანია თან, როდესაც მომხმარებელი პირველად თქვენთან დაკონტაქტდა და დაიწყო პროცესი. ეს დამოკიდებულია სეზონზე, მოგეხსენებათ ახალი წლის ციებ-ცხელება არის და აქედან გამომდინარე ამ დროს საწარმო პროცესი უფრო გაზრდილია. აქედან გამომდინარე მომხმარებლის რაოდენობაც, რა თქმა უნდა, საკმაოდ დიდია და დროსაც უფრო დიდ გვჭირდება ვიღებთ. დაახლოებით ნორმალურ პირობებში საწარმო პერიოდი სჭირდება 2 კვირიდან 20, მაქსიმუმ 25 დღე, მაგრამ ამ პერიოდში, როდესაც ასეთი დღესასწაულებია და ხალხი მიიჩქარის, რომ რაღაცა სიახლეები გქონდეს. ასწროს და კი, მაგ შემთხვევაში დაახლოებით თვემდე გვჭირდება. გულისხმობ, რა თქმა უნდა, მთლიანი სახლის პროექტები. მაგრამ თქვენ დიზაინერი ხართ, რა შეიცვალა ზოგადად მომხმარებლის მოთხოვნებში? რა ტიპის დიზაინს ანიჭებენ უპირატესობას? ძალიან მრავალფეროვანი ხალხია საქართველოში, მოგიხსენებათ და არ არის რაღაცა, რომ სიტყვაზე პროცენტულად აღნიშნო, მაგალითად, ამას ეს მოწონს, ამ რაოდენობას ხალხს ეს მოწონს. სრულიად განსხვავებული დიზაინები ვუწევთ, მაგრამ რასაც ასე რომ ვთქვათ, თვალში საცემია, უფრო მინიმალისტური სტილისკენ არის გადახრილი ხალხი. უფრო მინიმალიზმს ენიჭება უპირატესობა და უფრო მინიმალიზმის მხარეს არის. ასევე ძალიან შეიცვალა, როგორც მე ბოლო პერიოდში ვაკვირდები დიზაინერ ტენდენციებს, ბევრი განათება გვხდება ხოლმე ავეჯთან და ავეჯის ერთ-ერთ კომპონენტად უკვე განათების ნაწილი ჩაჯდა, რაც 20 წლის წინ ან 15 წლის წინ ასე არ იყო. ალბათ მაგას ისიც განაპირობებდა, რომ 20 წლის წინ დენის საქართველოში საერთოდ ჰქონდა. მსოფლიოში. რა თქმა უნდა, დიახ, დღესდღეობით ეგ არის, რომ თითქმის არ არსებობს ავეჯი, არ არსებობს სივრცე, სადაც ეგრეთ წოდებული LED განათებებით არ აღიჭურება რამე კონკრეტული ნივთი. რა თქმა უნდა, ეს ძირითად შემთხვევაში არის ხოლმე, რომ ჭირდება ამას მორგება, რომ არ გადატვირთოს და არ იდეალური ნაკეთობა რაღაცა ახალწლოვანების ხეს არ დაემსგავს, აქედან გამომდინარე ვცდილობთ ხოლმე, რომ ისეთ ადგილებში და ისეთი რაოდენობით შევსვათ, რომ არ იყოს გადატვირთული. ასე ძალიან მკვეთრად შეიცვალა ტექნიკა, ძალიან განვითარდა. თუნდაც შემოვიდა ჩასაშენებელი სივრცეებისთვის სპეციალური ტექნიკა. თუ პირობითად 10 წლის წინ თითქმის ვერ ვნახავდით ჩასაშენებელ მიკროტალღურღუმელს, ეხლა ფიქრობ, რომ სამზარეულოს აუცილებელი ატრიბუტიც გახდა. რამდენად მოთხოვნადია მსგავსი ტიპის რაღაცები დღეს ქართულ ბაზარზე? რა თქმა უნდა, ადრე თუ ფუფუნებას წარმოადგენდა, დღეს უკვე აუცილებლობას წარმოადგენს ეგეთი კონკრეტული ნივთები, მაგალითად ჩასაშენებელი ტექნიკა, რომლებსაც შეიძლება ადამიანი პრაქტიკაში ყოველდღიურად არ ხმარობდეს, მაგრამ ეს აუცილებელია მთლიანი სურათის შესაქმნელად და პრაქტიკულობის შესაქმნელად. რამდენი წარმოება გაქვთ დღეს, რამდენი საამქრო გაქვთ დღეს? საამქრო გვაქვს დღეს ერთი საამქრო, რომლის მშენებლობას დავიწყეთ კორონას პერიოდში.
მოგეხსენებათ კორონას დროს ძალიან რთული სიტუაცია იყო როგორც ეკონომიურად ისე ბაზრის მხრივ მაგრამ ეს მომენტი გამოვიყენეთ ჩვენ სასარგებლოდ ესე რომ ვთქვათ რაღაც პროექტებით დაფინანსებით ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი აწარმოი საქართველოს მათი თანადგომით ავაშენეთ ჩვენი საწარმო ნატახტაში ქალაქიდან 10-ზე შორს და აქამდე თუ მაგამდე გქონდა რამოდენიმე ლოკაციაზე პატარ-პატარა სამეფოები დღეს თავს იყრის ამეთ დიდ საწარმოში ნებისმიერი ტექნიკა დანადგარი რომელიც შევიძინეთ მეზობელ ქვეყანაში თურქეთში და ვახცევთ იმ უმაღლეს ხარისხს რასაც თავაზობთ ჩვენ მომხმარებელს პროდუქციის გასაღების ბაზრები რომ გაქვთ მარტო საქართველოში მუშაობთ თუ საზღვარგარეთაც მუშაობთ სად ნახულობს თქვენი მომხმარებელი თქვენ პროდუქტებს სხვათაშორის მაგაზედაც მინდოდა სიტუაცია რა თქმა უნდა ჩვენ ძირითადად ოპერირებთ ქართულ ბაზარზე ემსახურებით საქართველოს მაგრამ გვაქვს იმის რესურსიც რომ რა თქმა უნდა მივაწოდოთ უცხო ქვეყნებშიც მაგრამ ამ ეტაპისთვის რა თქმა უნდა შემოვიფარგლებით საქართველოს ბაზრით რაც შეეხება რა თქმა უნდა ამისთვის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი როლს განაპირობებს რომ ტურისტული სიმრავლე საქართველოში გვაძლევს იმის საშუალებას რომ მრავალი სასტუმრო მშენებლობის შემდეგ უკვე ჩვენ აღჭურვოთ ავეჯით და ეხანო სასტუმროები ერთ-ერთი თქვენი მიმართულება როგორც მე მივხვდი თქვენ ამდენიმე მიმართულებით მუშაობთ ერთი მიმართულება არის საცალო მიმართულება როდესაც მომხმარებელი ინდივიდუალურად ირჩევს თუ როგორი ტიპის ავეჯის სურს და თქვენ ინდივიდუალურად უმზადებთ მას და შემდეგ არის კორპორაციული მიმართულება რომელიც გულისხმობს სხვა ტიპის სასტუმროების ოფისების მათ კომპლექტაციას სათანადო ავეჯით და როგორც თქვენ ახსენეთ საქართველოს დღეს ძალიან ბევრი სასტუმრო შენდება რომელსაც თავისი სტანდარტები აქვს და ძალიან მიხარია რომ 5 ვარსკვლავიან სასტუმროებს 4 ვარსკვლავიან სასტუმროებს სოფლიო ბრენდებს საქართველოში შემოაქვს ხოლმე თავისი რაღაცა ტიპის მოთხოვნები რომელთაც ანვითარებს ასევე ადგილობრივ წარმოებასაც რა არის დღეს ყველაზე დიდი გამოწვევა თქვენს წარმოებაში ყველაზე დიდი გამოწვევა დღესდღეობით ალბათ არის კონკურენცია და ამის დაძლევა რადგან ჩვენ გვაქვს ამბიცია და პრეტენზია იმაზე რომ ერთ-ერთი საუკეთესოები ვართ და ნელ-ნელა ეტაპობრივად ვცდილობთ რომ რაც დღეს ყველაზე მნიშვნელოვანი იარაღია ასე რომ ვთქვათ საკუთარი თავის გაყიდვის სოციალური სივრცე სოციალური მედია განავითაროთ და ამით გადავუსწროთ და ჯანსაღ კონკურენციაში ჩავერთოთ ჩვენ კოლეგებთან კონკურენტებთან პერსონალსაც მინდა გკითხოთ რამდენიც მარტივია დღეს საქართველოში წარმოებაში ადამიანების პოვნა ვინც წარმოების მიმართულებით ცდილობს რომ განვითარდეს ამ მიმართულებით იშოვოს სამსახური ამ გადაცემაში რომელიც რამდენიმე წელია მიმყავს თითქმის არ მახსენდება გადაცემა სადაც ამ თემაზე არ ვქონოდა ლაპარაკი რამდენად რთული ხდება დღეს საქართველოში პერსონალის პოვნა და ადამიანური კაპიტალის მოზიდვა განსაკუთრებით წარმოება უჩივის ხომ ამ მიმართულებას ერთ-ერთი ყველაზე მტკივნეული თემა არის ალბათ მარტო ჩვენთან არ მთლიანად ჩვენ ქვეყანაში ჭიეს რა თქმა უნდა პროფესიონალი კადრის შოვნა დღესდღეობით მაგრამ ჩვენ ამ ამბავში გაგვიმართლა რაღაცა დროის მერე და ბევრი წვალების შემდეგ შევკარით ისეთი გუნდი რომელიც უკლავდება ყველანაირ წინააღმდეგობას და მოკლედ თამამად შემიძლია ვთქვა რომ ერთ-ერთი საუკეთესო გუნდი ყოს რა თქმა უნდა რაც შეეხება ახალი კადრების პოვნას ცოტა ხანგრძლივი და შრომატევადი საკითხია რადგან ადამიანზე რომელზეც რესურსს ხარჯავ დროს ხარჯავ და გონია რომ სიტყვაზე შენ გუნდში უკვე მრავალი წელი ოჯახის წევრად იღებ გუნდში მე უკვე რაღაცა მიზეზების გამო ტოვებენ სამსახურს და მიდიან და ეგ ერთ-ერთი ყველაზე მტკივნეული პროცესია ჩვენ ამბავში რომ ამდენი დახარჯული რესურსის შემდეგ რომ ადამიანი მიდის მიუხედავად იმისა რომ ჩვენი მხრიდან რაც შეეხება გარემოს შექმნას ფინანსურ სიტუაციას ალბათ არ იტყვის არავინ რომ რამეში ოდნავ გარღვევა გვაქვს იდეალურად ვაწოდებთ ყველაფერს ჩვენ თანამშრომლებს დიახ გაქვთ რა რამე ტიპის კატალოგები რომელთაც ხდება მომხმარებლის მიერ პროდუქტის შერჩევა თუ თითოეული ნამუშევარი ინდივიდუალურია და ყველა დიზაინი განსხვავებულია სერიული წარმოების მიმართულებით ხომ არ გაქვთ რაღაცა ტიპის ხაზები
არის რაღაცები, რასაც სერიულად ვაწარმოებთ და არის სიტყვაზე რა ტიპის ავეჯზე აქვს საუბარი? უფრო საძინებლის ტიპის ავეჯზე, რადგანაც ეს არის ისეთი არაპრეტენზიული ავეჯი, ესე რომ ვთქვათ, რომელიც შეიძლება დაიდგას ნებისმიერი ზომის სივრცეში საძინებლებში. რაც შეეხება სამზარეულოს მიმართულებას, ესე რომ ვთქვათ, ეგ რა თქმა უნდა, ყველანაირად უნდა იყოს ინდივიდუალური, რადგან არ არსებობს ორი ერთნაირი პროექტი, არ არსებობს ორი ერთნაირი გემოვნების ადამიანი, ყველას უნდა თავისი კონკრეტული ხაზი კონდეს თავისი გემოვნების, ესე რომ ვთქვათ, და ანუ ნებისმიერი დეტალის შეცვლით ცდილობენ კონკრეტულად ერთ ადამიანს კონდეს ერთი და იყოს განუმეორებელი, ესე რომ ვთქვათ. რაც შეეხება კატალოგებს, კატალოგები დღეს ინტერნეტ სივრცე ძალიან დიდია, ბევრი ნიმუშის პოვნა შეგვიძლია. ადამიანები გვაძლევენ, გვაწოდებენ სიტყვაზე ფოტოებს, დაახლოებით წარმოდგენის შესაქმნელად როგორი სტილის ავეჯი უნდათ და მე თავისი პროექტიდან გამომდინარე ჩვენ ვცდილობთ რომ გადავიყვანოთ კონკრეტული ადამიანის სტილზე, ესე ვთქვათ, ზომებს. დიახ, ავეჯის შექმნას რამდენიმე მასალა ჭირდება, ტექსტილიდან დაწყებული, დამთავრებული ფურნიტურით, ისე როგორც ძალიან ბევრი სხვადასხვა მასალა ჭირდება. თქვენ თუ შემოგაქვთ რომელიმე მათგანი თუ ძირითადად ლოკალურად ადგილობრივ ბაზარზე ხართ ორიენტირებული და ადგილობრივ ბაზარზე ყიდულობთ თქვენი პროდუქტებისთვის საჭირო მასალებს. ესე ვთქვათ, რომ ეგ ცოტა რთულია, რა თქმა უნდა, ყველაფერი, მაგრამ ეს მარტივი ამბავი არ არის. ძალიან დიდ ფინანსებთან არის დაკავშირებული, რასაც მასალების და ფურნიტურის ტრანსპორტირება ქვია და შემოტანა მოკლედ. თან ისინი სხვა ქვეყნებიდან არიან, მაგალითად ფურნიტურის სრულ უმრავლესობას ჩინეთი აწარმოებს. რაც შეეხება MDF-ებს, რამდენიმე მწარმოებელი ყავს ევროპაშიც კი, ტექსტილში ყველაზე ძლიერი ინდოეთია და ანუ სხვა მხარე. განვითარებული ქვეყანას აქვს რაღაც თავის წარმოება. მოკლედ ჩვენთან ყველაფერი ტრანზიტულად შემოდის, ჩვენ ადგილობრივი წარმოება დღესდღეობით ადგილობრივი ბრენდი არ გაგვაჩნია. და მაგრამ არ არის მცირე არჩევანი, მაინც მიუხედავად ამისა, ძალიან დიდი არჩევანია ნებისმიერი ქვეყნის, ნებისმიერი ხარისხის ფურნიტურის და ავეჯის მასალების არჩევის. მაგრამ ამ ეტაპისთვის ჩვენ სარგებლობთ ლოკალური ბაზრით, საიდანაც მარაგდებით და ვიღებთ ამ ყველაფერს, რაც გვჭირდება ჩვენი საქმის გასავითარებლად. როგორც წესი, სამი საფასო კატეგორია არსებობს ხოლმე, ძირითადად ეს არსებობს ბიუჯეტური საწყისი ეტაპი, შემდეგ არსებობს ხოლმე საშუალო სეგმენტი და შემდეგ არსებობს მაღალი საფასო კატეგორია. თქვენ რომელ საფასო კატეგორიაზე გაქვთ ძირითადად გათვლილი ავეჯი? ჩვენ ვერ გებით ნებისმიერ საფასო კატეგორიას. ანუ ბიუჯეტურ მომხრობასაც თავაზობთ და პრემიუმსაც? რა თქმა უნდა. რომელიც ბაზარი უფრო ვითარდება დღეს საქართველოში თქვენი დაკვირვებით? რა თქმა უნდა, რაღაც პროპორცითან პირდაპირ პროპორციულად არის ეს ყველაფერი ადამიანის ხელფასებთან მიმართებაში და რადგანაც დღესდღეობით საქართველოში არ ყავს ძალიან ბევრი მილიონერი ადამიანი, ასე რომ ვთქვათ, რაღაც საშუალო სტანდარტებს უფრო მეტი მოხმარება აქვს და მეტი მოთხოვნა აქვს. არის რა თქმა უნდა მაღალი მოთხოვნაც და ეს ხუმრობით ვთქვით, ახლა რაც იყო, რადგან შეიძლება ჩვეულებრივი ხელფასის მქონე ადამიანმა შეუკვეთოს მაღალი ხარისხის ავეჯი, ეს დამოკიდებულია სურვილზე და რა თქმა უნდა ვერ გებით იმასაც და იმასაც. კვლევები ამბობენ, რომ რუსეთ-უკრაინის ომის შემდეგ ეს პერიოდი უძრავი ქონების ბაზარზე გაცილებით უფრო აქტიური იყო, ვიდრე წლევანდელი 2025 წელი. წლევანდელი წელი ჯერ კიდევ არ დასრულებულა, მაგრამ როგორც ამბობენ, გასული წლები უფრო აქტიური იყო უძრავი ქონების მიმართულებით. როგორ აისახება ავეჯის ბიზნესზე და ამ ინდუსტრიაზე უძრავი ქონების ბაზარი? მაშინ ვეგრძნობთ ამ ყველაფერს ჩვენ, რადგან რა თქმა უნდა თუ უძრავი ქონება არ მოხდა მათი ყიდვა-გაყიდვა, ჩვენც საქმე არ გვექნება ჰაერში, ქუჩაში ჩვენ ვერ გავაკეთებთ, ჩვენ რა თქმა უნდა. თუმცა თქვენ კიდევ ახალი სეგმენტის გაქვთ, ვისაც განახლება უნდა არსებული ავეჯის შეცვლა. ეს ტენდენცია ჩემი აზრით შეცვლილია, თუ ადრე ჩვენი მშობლების თავობა კიდე წინა თავობა ფიქრობდა, რომ სახლში ერთი ავეჯი ეყიდა და მთელი ცხოვრება ეს ავეჯი ქონდა. მე მგონია ეს უკვე აღარ არის ტენდენცია და ადამიანებს უნდათ მუდმივად განახლება და მუდმივი ცვლილებები. არა, რა თქმა უნდა, მაგრამ
ალბათ ერთ-ერთი ყველაზე დიდი სეგმენტია უცხოელი მომხმარებლების, ვინც საქართველოში ანდროებით ან საცხოვრებლად გადმოდიან და რომლებიც ჩვენი მომხმარებლები არიან. და არა ერთი ქვეყნის წარმომადგენლები, სხვადასხვა ეროვნების წარმომადგენლები არიან, რომლებიც ჩამოვიდნენ საქართველოში და სხვათა შორის ერთ და ორ ბინას, რამდენიმე ბინასაც კი გვიკვეთავენ ხოლმე როცა უძრავი ქონების ბაზარს თუ დავაკვირდებით, ნახავთ რომ თბილისთან ერთად ბათუმიც მკვეთრად იზრდება. რამდენად გაქვთ ბათუმთან დაკავშირებით რაღაც გეგმები იქაც ამარაგებთ თუ არა თქვენი ავეჯით ადგილობრივ კომპანიებს ან საკუთარ პროექტებს? როგორც აღნიშნე, ანუ ჩვენ მუშაობთ საქართველოს ბაზარზე და ხშირად გვაქვს შეკვეთები. რამდენად იზრდება ბათუმში მოთხოვნა? საკმაოდ იზრდება და თან ბათუმს არ აქვს იმხელა რესურსი, რომ თვითონ აღჭურვოს ავეჯით უზრუნველყოს მთლიანი ბათუმი. აქედან გამომდინარე ძალიან ბევრი ხალხია აჭარიდან, რომლებიც ჩვენთან ჩამოდიან და გვიკვეთავენ ავეჯს. სასტუმროებიც რა თქმა უნდა და ესე ინდივიდუალურადაც ადამიანები, რომლებსაც კერძო სახლები აქვთ. რაც შეეხება დანარჩენ რეგიონებს? დანარჩენ რეგიონებსაც რო გადავყვეთ, მთელი ალბათ აღმოსავლეთის უკიდურეს წერტილიდან დასავლეთის უკიდურეს წერტილში ყველგან გვაქვს ავეჯი ჩატანილი და ნებისმიერ კუთხეში ნახავთ ჩვენ ხელოვნების ნიმუშებს. დიახ. რამდენად ცვლის ბაზარს უცხო ქვეყნებიდან შემოსული პროდუქცია, მაგალითად ჩვენ ვიცით რომ მალაზიიდან, ჩინეთიდან ბოლო პერიოდში, თუნდაც გვერდმერძობა თურქეთიდან ძალიან ბევრი ავეჯი შემოედინება საქართველოში და ერთ-ერთი ცენტრალური ბიზნესში ამ მიმართულებით ადგილი უჭირავს მალაზიას, ჩინეთს, თურქეთს. თქვენ შემთხვევაში რამდენად მარტივია ამ ქვეყნის ავეჯთან ქართული ავეჯის კონკურენცია? სხვათა შორის ეგ რაც შემოდის უცხოეთიდან, ქვეყნებიდან უფრო სერიული წარმოების არის და შაბლონურად ესე რომ ვთქვათ, რაღაც კონკრეტული ზონებში ჩდება ესე რომ ვთქვათ და რაღაც კონკრეტული ზომის სერიული წარმოება, რაღაც კატალოგიდან, რაღაც კოლექცია. არის ავეჯის რაღაცა მიმდინარეობა, თუნდაც სამზარეულო, რომელსაც თუ კონკრეტულად არ მოერგო ადამიანი, ძალიან შმაგიტო ამბობ, რომ საკმაოდ შემოტევადია. ორი ვიზიტი მინიმუმ გვჭირდება ხოლმე რემონტის დაწყებიდან დასრულებამდე, რომ მივიდეთ და ჩვენ მოვარგოთ ისე, რომ რაღაც ხარვეზე არ გქონდეს სიტყვაზე კედლების გაზომვა, იქ ყოველი სანტიმეტრის მორგება, ყოველი დეტალის გათვლა და ამას ესე შემოტანილი საქონლით ვერ უზრუნველყოფ, რომ უბრალოდ ვიღაცამ მოიფიქრა სადღაც მალაიზიაში ჩამოვიდა და სიტყვაზე ჩემთან სახლში რაღაცა მოარგო. ესე არ გამოდის ძირითადად, აქედან გამომდინარე ეგ შეეხება უფრო რბილ ავეჯს, მაგიდას კამებს და ისეთ სერიული წარმოებებს, რომლებიც ნებისმიერ სივრცეში შეიძლება თამამად დადგა და მოარგო. სერიული წარმოების შემთხვევაში ხშირად ფასი ძალიან მნიშვნელოვანია, იმიტომ რომ სერიული წარმოების შემთხვევაში ფასი იკლებს. რადგანაც განსხვავებული ტიპის ნედლეულს ყიდულობ ამ სერიული წარმოებისთვის და უფრო დაბალია შენი თვითღირებულება და შესაბამისად უფრო ბიუჯეტურად ყიდი ხოლმე, როდესაც სერიული წარმოება გაქვს და შესაბამისად თან მუშახელის თუ იაფი გყავს და ესეთ ქვეყნებში აწარმოებ ამ პროდუქტს, სადაც სამუშაო ძალა შედარებით იაფია, ფასებს შორის კონკურენცია ძალიან დიდია ხოლმე. ჩვენ შემთხვევაში საქართველოს როდესაც ვაკვირდებით, გარდა იმისა, რომ ზომები განსხვავებულია, რამდენად პოპულარულია ასეთი ტიპის ავეჯი, სერიული წარმოების? სხვათა შორის არის, რადგან ადამიანს აქაც სხვა ხარისხები ამია. კი, რა თქმა უნდა, ხარისხების მიხედვით და ესეთი ავეჯი უფრო სააგარაკე ავეჯებს ეძახიან ამას, რომელიც მიდის ქალაქის გარეთ რეგიონებში დაჩებზე, რომლებსაც იყენებენ გათვლილია უფრო სეზონურად ესე რომ ვთქვათ, იყოს დასასვენებლად წასული ადამიანისთვის გამძლე ეგრეთ წოდებული ესე რომ ვთქვათ და იყენებენ, მაგრამ ჩვენ კონკურენციას მაგ ასპექტში ვეგრძნობთ, რადგან ჩვენ უფრო მაინც სხვა განხრა გვაქვს და თქვენ ადგილზე დამზადებული ინდივიდუალური ავეჯი გაქვთ, რომელიც დიზაინთან მიმართებაში უნიკალურია და სწორედ ეს ქმნის ალბათ იმ უნიკალურობას, რაც ამ მიმართულებით აქტუალურია. რას ხედავთ მომავალ ტენდენციებს? რა არის თქვენი აზრით მომავალი ტრენდი ავეჯის ინდუსტრიაში საქართველოში?
მაგას ალბათ ვაკვირდები ყოველ დღე, ყოველთვის ვარ ინფორმირებული არა მარტო საქართველოში, სოფლიო დონეზე რა გახდა ტენდენცია, რა შემოვიდა ახალი სტილი და ასე შემდეგ. ყოველ დღე, ყოველდღიურად თუ არა ყოველ სეზონზე თითქოს რაღაცა ახალი შემოდის და ჩვენ ვცდილობთ რომ მაქსიმალურად ეს ყველაფერი ავითვისოთ, როგორც შეეხება ეს მექანიზმებს, ასევე მასალებს, ფერებს და რა ფერებია დღეს მოდაში 2026 წელი მare მოდის და მომხმარებლების თუ დავაკვირდებით რა ფერებია დღეს ტრენდული დღესდღეობით ტრენდული და ჩემი საყვარელი ფერებს ვცდილობ რომ მაქსიმალურად მომხმარებელს მივცე რჩევები მაგამ ბავშვი ხოლმე ძირითადად ალბათ უფრო ბეჟი ფერი ძის ფერს იღებენ, მაგრამ ხის ფერი კიდევ ტენდენციაა თუ შედარებით იკლებს. არა, შეთაშორის ხის დეტალებით, ხის ფაქტურებით. თანაც ხედავთ რომ ანუ ძირითადად დეკორატიული პანელები სულ არის რაღაც დეტალში გამოყენებული და მოწონთ ხალხს და რა თქმა უნდა უხდება კიდეც. შეეხება ფერებზე, ალბათ კიდე არის მწვანე და ლურჯი. ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული მწვანე შემოვიდა პანდემიის შემდეგ, მეც ძალიან ბევრ სამშენებლო სარემონტო გამოფენაზე მოვხვდი პანდემიის შემდეგ და პანდემიის შემდეგ ძალიან თვალში საცემია რომ მწვანე ფერი დომინირებს ყველგან. ფილები იქნება ეს თუ ავეჯი, რადგან ალბათ ესეც პანდემიის პოსტპანდემიური ან მარტო მწვანეც არ არის, მწვანეს გრადაციებია, ბევრნაირი მწვანე არის და ყველა მწვანე ძალიან პოპულარულია სხვათა შორის. დიახ, იმიტომ რომ ბუნებასთან შეხება, გარეთ ყოფნა და ასე შემდეგ. სიმშვიდესთან ასოცირება ალბათ ძალიან მნიშვნელოვანია და ბოლოსკენ რომ გადავიდეთ, თქვენ სამომავლო გეგმებიც მინდა რომ გკითხოთ. სამომავლო გეგმებს რაც შეეხება, რა თქმა უნდა, რაც ყველაზე მთავარია, წინსვლა ტექნოლოგიური კიდევ განვითარება არის დღესდღეობით და ყოველ წელიწადს შემოდის ესეთი მანქანა-დანადგარები, რომელიც კიდევ უფრო ავითარებს ავეჯის წარმოებას და უკეთეს შედეგებს გვაძლევს. ჩვენი მიზანი არის რომ განვითარდეთ ამ სფეროში კიდევ უფრო და ალბათ ერთ-ერთი მოწინავეები გავხდეთ. დღესდღეობით შეიძლება ჩვენი სახელი არ იყოს პირველ ათეულში, მაგრამ პირობას ვთქვი რომ ძალიან მალე გავგვიცნობს მთლიანი საქართველოს საკმაოდ ახლოს და ალბათ თქვენი გადაცემაც იქნება ის პირველი, სადაც ჩვენ გამოვჩნდეთ და ის მსმენელი ვინც ახლა ჩვენ გვიყურებს და თქვენთან რაღაცნაირად დაკავშირება უნდა როგორ შეიძლება ნახოს თქვენ შესახებ თამატებით ინფორმაცია გაქვთ ვებგვერდი, სოციალური მედია თუ როგორ შეიძლება გიპოვონ ადამიანებმა სოციალური გვერდები გვაქვს Instagram, სოციალურ მედიაში გაქვთ Instagram, Facebook გვერდები გვაქვს, TikTok-საც მოვიცავთ. სხვათა შორის ამას აქამდე რაღაცა პერიოდის განმავლობაში არ ვანიჭებდით მხარდ მნიშვნელობას, მაგრამ ახლა აღმოჩნდა რომ TikTok-ი ძალიან ტრენდულია და ყველას აქვს TikTok-ი. საკმაოდ აი ამის გარეშე დღესდღეობით გაყიდვა უბრალოდ შეუძლებელია ბიზნესი და სოციალური მედიის გარეშე ერთმანეთისგან განუყოფელი ნაწილებია ასე ვთქვათ. დიახ, მე მინდა თქვენ ძალიან ბევრი წარმატება გისურვოთ. ყოველთვის მივესალმები ხოლმე ქართულ წარმოებას, რომელიც ცდილობს რომ საქართველოში რაღაც აწარმოოს და ამ წარმოებით წინ წაიწიოს და კიდევ გაფართოვდეს. მე აუცილებლად გისურვებთ რომ 2026 წელი ყოფილიყოს კიდევ გარდამტეხი წელი თქვენი ბიზნესისთვის და საქართველოს ფაქტობრივად გარეთაც გასულიყავით, იმიტომ რომ როდესაც ქართული ბიზნესი საზღვარგარეთ რაღაცას ყიდის და ამ თანხას უკან საქართველოში აბრუნებს, ფიქრობ რომ ეს ყველაზე მისასალმებელია. ჩვენი საერთოდ რომ ამით ამოიწურა, დღეს ჩვენ საუბრობდით ავეჯზე, ახალი სახლის კონსტრუქტორ დიზაინერი ავთანდილ ყაველაშვილი იყო ჩვენი გადაცემის სტუმარი. დღევანდელი ჩვენი გადაცემა ამით დასრულებულია. ერთმანეთს შეხვდებით შემდეგ სამშაბათს დროებით.